2008 წელს 400-ელმა სრულიად ჩვეულებრივმა ყმაწვილმა გაიხუმრა. ვერ გეტყვით სახელი საიდან მოიფიქრეს, მაგრამ დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვებგვერდი რომ შექმნეს ფაქტია. 9 გაგად წოდებული იგივე 9gag.com პოპულარობით Facebook-ს და სხვა სოციალურ ქსელებსაც დაეწია. ის დროა მარკ ცუკერბერგს შეეშინდეს მისი შვილობილი ვინმე არ დაჯაბნოს. დაიწყეს ვიღაც აზიელი ტიპები არიან, მაგრამ ზოგადად მიმების კულტურა და კომიქსების კულტურა მოდის ესეთი ფორუმი არის 4chan-ი, ცენზურა არაფერზე არ არსებობს და იქ დაიწყო რაღაცა ეს მოძრაობა, დაჟე აი ეს ანონიმუსი რო არის ჰაკერები ჯგუფი, ისინიც კი იქიდან მოდიან და მოკლედ ეს კულტურის დასაწყისი იყო 4chan. ძალიან ეს პოპულარული გახდა, ძალიან ბევრი ახალი ის კომიქსები რო შემოდის, უმეტესობა არ არის ხოლმე სასაცილო. ამიტომ მომწონს ხოლმე თქვა კვირაში ერთხელ რო თქვა საუკეთესოები რაც არის დაგროვილი, მე იმეებს გადავხედავ ხოლმე. თუ თქვენ ჯერ კიდევ არ იცით რა არის 9gag.com, ან ტროლფეისების შესახებ არ გსმენიათ არაფერი, სამწუხაროდ უნდა გაცნობოთ. ქვის ხანაში ცხოვრობთ. ვებგვერდი, სადაც აბსოლუტურად ნებისმიერ მსურველს შეუძლია საკუთარი იუმორის დემონსტრირება და სხვების ხუმრობებზე სიცილში კოლოსალური დროის გატარება. არაფერს არ აკეთებ, რა უნდა ქნა, ერთ-ერთი გამოზავალია 9gag-ზე შეხვიდე, იმიტომ წაკითხვა როგორც წესი გეზარება. აი YouTube-ის ხანდახან ამოდის ყელში და refreshing და რაღაცას მიაგნე და ცოტა გაგერგებულა მე ჩამოგერგიმელა და ბოლოს იმაში გადადიხარ ქრონიკულ აი ამ სიცილში რა მე კიდე refreshing ესე იყო ისტორია ჩემ მეგობრებს ხშირად იჭდა ხოლმე თავის ლეპტოპთან მე ჩემთან და ის ყოველთვის იციოდა ჩუმად თავისთვის ან ზოგჯერ ხმამაყოდა რომ კითხავდი რა მოხდა ნუ არ მიხსნიდა რა მითხარ რომ ამცო ამბობდა ხოლმე რომ არის ესეთი საიტი 9gag შეიხედე ძალიან მაგარი სურათები და რაღაც რეიჯები მემეები სასაცილო ბლა 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 კომიქსები და ნუ ერთხელაც შევედი და ვეღარ გამოვედი თუ შედიხარ სამუშაო დროს მართლა უნდა ერიდო სამსახურში ძილის წინ უნდა მოერიდო იმიტომ რომ შეიძლება 1-3 საათით გადაგიწიოს ძილის დრო მოკლედ 2008 წლიდან არის ეს, მაგრამ ისეთ მასიური იყო. მე მომხმარებელი ვარ მართლა 2008 წლიდან, თავიდანვე დავიწყე. თავიდან არც ისე კარგი საიტი იყო მართლა. ნუ საქართველოში რამდენი ხანია გახდა პოპულარული, არ ვიცი, მაგრამ დღეს რო ვიღაცას ვეკითხები, რომ 9gag იცი თუ არა და რომ პასუხობენ, რომ რა არის ეგ, რაღაც ძალიან მიკვირს რა, იმიტომ რომ მართლა მგონია რომ ყველა მიცის, როგორც Facebook-ი იციან, ეგრე მგონია რომ 9gag-ი იციან. 9gag-ი შექმნა 2008 წელს. და არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საიტი, სადაც შეგიძლია ძალიან მარტივად გაერთო შენ თავად ატვირთო ფოტოები, მემეებიც ეს ბოლო ხანებში გახდა პოპულარული ეს არის რაღაც ასე ვთქვათ სასაცილო სახეებისგან შექმნილი რაღაც პატარა ისტორიები. ვერ ვთქვათ ძალიან ხშირ მომხმარებელი ვარ, ანუ მე თავად არ ვარ დარეგისტრირებული, თუმცა როგორც ვიზიტორი ძალიან ხშირად შევდივარ. იგივე Facebook-ზე ძალიან ბევრია შეარებს 9gag-ის ფოტოებს. თუ მსოფლიო იუმორი ბოლო დროს ჩაკ ნორის ზარს წყალობდა, 9gag-მა ახალი ტენდენციები დანერგა. ტროლფეისები და მემეები სწორედ ამ უკანასკნელმა გააჩინა. კომიქსების შექმნის კულტურაც წინა ფლანგზე გადმოვიდა. ასე რომ ნებისმიერ თქვენგანს, რა თქმა უნდა, პროვინციული იუმორის მქონეების გარდა, თამამად შეუძლია კომიქსების ავტორიც კი გახდეს. რუსეთის დაცინვის სერია არის რაღაც ესე ქვია Russians on Facebook და როგორად სურათებს ტვირთავენ რუსები Facebook-ზე და ეს ამას ვუყურებდი ვათვალიერებდი ყოველთვის რასაც ვერ იგებენ უცხოელები არის რატო არის გაფენილი კედლებზე ნოხები და არ არის იატაკზე ანუ ამას ამერიკელები ევროპელები ვერ ხვდებიან რატო შეიძლება ეგრე იყოს და რაღაც საოცარი ფოტოები იდება რუსული Facebook-იდან გოგო რომელიც წევს თევზთან ერთად ვანაში აბაზანაში სხვათა შორის 9gag-ზე რა იუმორიც არის ხოლმე top list-ში ძირითადად ძალიან ახლოს არის ჩვენი იუმორთანაც რა ჩვენი იუმორთან ჩვენნაირების იუმორთანაც რა თურმე იმათაც ქონიათ რთული 90-იანები ჩვენც ქონდა 90-იანები ის სათამაშოები ტეტრისი ასე Nintendo და რაღაცეები რომლებსაც რაღაც ტელევიზორი გაფუჭდება Tops ნუ ეს Nintendo და რაღაცა ისინიც მაგაზე გადაობენ და მე ნამდვილად არ მეგონა რა იმიტომ რომ ნუ უცხოელებთან არ ვლაპარაკობ ხოლმე ეგეთ თემებზე პრეზერვატივი არ არის აბსოლუტურად
უსაფრთხო, რადგან ჩემი მეგობარი ატარებდა და ავტობუსმა მაინც დაარტყა. რაც ახლა თავისებური იუმორი არის და რაც შეიძლება ზოგჯერ არ გაგეცნოს, მაგრამ ბევრმა ჩემო მეგობრებმა Facebook-ზე დამაჰაიდა, იმიტომ რომ თუ შევედი იქ და დავიწყე კარგი კომიქსების და სურათების პოვნა, ეგრევე ვიწყებ ხოლმე share-ს Facebook-ზე და მე მეუბნებიან რომ ტვინი გაუპურხი ამით. ალბათ ერთი 4-ჯერ 5-ჯერ დღეში შევდივარ, ერთი 5-10 წუთით. რომ ეს რელაქსაციაც გავწევ, გადავერთო სხვა საქმეზე. რელაქსაციისთვის და იმისთვის refreshing-ისთვის ძალიან კაი. ყოფილა და დილამდე შევყოლი ვარ და დორბლირებოდეს პატარა. ნაინგაგზე ჯასტინ ბიბერი, Twilight Saga და მსგავსნი დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ფანებს ნუ გაგიხარდებათ. ისინი ძირითადად შავი იუმორის მსხვერპლთა სიაში შედიან. დაახლოებით ეს თაობარი არ ვიცი როგორ უნდა ახსნა. თინეიჯერები, ოღონდ არა ეს თინეიჯერები, მაგალითად ვისაც უყვართ ჯასტინ ბიბერი და Twilight-ი. მსგავსი თინეიჯერები აქ ყოველთვის საოცრად გვეზიზღება ყველას. ხშირად ხდება პოპულარულები არიან, ზულს ყველას დავცინით, ვიცინით და ასე შემდეგ. არის ძალიან პოპულარულია ჯასტინ ბიბერის და Twilight-იც, ოღონდ რა თქმა უნდა უარყოფით კონტექსტში მხოლოდ. მე ჩემი იქიდან თანამდებობიდან გამომდინარე, ხა ვეძებ ხოლმე რაღაცებს. როგორც ნავთობს ეძებენ სადღაც ხალხი, მე ისე აქ ვეძებ რაღაცებს და რავი, საკმაოდ 1-2 წლამდე კი არა, რაც ამაზე გულაო. რაცა ვინმესთვის ლაითი დაცინვა გინდა რა, ნებისმიერ რაღაცას იპოვი და ნებისმიერ რაღაც ერგებაზე. ასე ის არის დემოკრატიულია, იმიტომ რომ ყველა იმას უზერს შეუძლია თავისი გაგები ატვირთოს. Facebook-ს ვერ ჩაანაცვლოს, იმიტომ რომ ხა ისეთი საშუალებებიც აივეც ვერ გააკეთებ, ვერ დააშერე და fan page-ს ვერ გააკეთებ. სხვის საქმე შენ უჩაერები და ნურს უჩაერება შენ ნაინგაგში. რა მეც მინდა ესეთ ზაღლი რომელიც კითხულობს how to pick up bitches. ეგეც ის რა ძალიან მაგარია. ხო და სახშირად არ არის ხოლმე რაღაც სასაცილოები, მაგრამ საინტერესო არის ხოლმე სანახავად და აი ესეთ სასაცილო რაღაცები მიყვარს რა. ეხლა ეს ქართველის გაკეთებული რა იყოს. რა ტექსტი ეწერებოდა ხო იცი რა. ასე სასაცილო იქნებოდა მე მგონი. რა ვაკეთო ზუკნა თუ რაღაც ეგეთი იქნება. სხვათა შორის იმ მოსაზრებას, რომ ქართველებს დასავლური იუმორი არ გვესმის, თბილისში ნაინგაგის პოპულარობა უარყოფს. თუმცა ნაინგაგ ჯის გაჩენა გვერწმუნეთ, არც ერთ ჭეშმარიტ ნაინგაგერს არ გახარებია. პირიქით, ეს კიდევ უფრო ბევრი ხუმრობის საგანი ხდება. ქართველებმა გააკეთეს ნაინგაგ ჯი, რომელიც ნახე და ადმინ თუ რაღაცა მიყვარ ხარ ძალიან. ესეთი მარაზმი მე არ მინახავს რა, ეს ქართული მემეები რაც არის, ეს forever gela თუ რაღაცეები რო არის რა. ქართულ მემეებზე ქართული იმეებით რო წერია ხოლმე, არის საზიზღრობა. ჯერთი forever gela-ს თავარი გმირი რო არის, ეგ არის troll face და არა forever gela და gela არ ქვია რა მაგას რა. ბოდიში მოიხადეთ. მიხარია რომ ახალგაზრდობა ძალიან კარგად დაუღო ალბო თანამედროვე მაიმუნურ კომუნიკაციას ინტერნეტში. თუ ნაინგაგი პოპულარულია ქვეყანაში, ესე იგი ის ქვეყანა სუნთქავს. ხო თავარია skate park-ი გავაკეთოთ. ძალიან მინდა რომ გაიაფთეს თვითმფრინავის ბილეთები. იმიტომ რომ აი მაგალითად გუშინ წინ თბილისი, კიევი, თბილისში გადავხედე 800 ლარი. კიევში რამდენი დახარჯა? Forever alone. მოკლედ, თუ დღეში რამოდენიმე საათს ნაინგაგზე ატარებთ და სახეზე სულელური ღიმილი შეგრჩენიათ, გილოცავთ. თქვენ იუმორის გრძნობა ნამდვილად გაქვთ.